კულტურის სამინისტრომ ბოლო 3 თვის შედეგები შეაჯამა. პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარია წარუძღვა. კონფერენციაზე 2013 წლის პრიორიტეტებიც დაისახა განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თამარ გრძელიძე და კოტე ჭიტაძე ამბობთ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კულტურის სამინისტრომ გასული 3 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ჟანრი ლოლაშვილის ვარსკვლავის გახსნა ხელოვნებისა და განათლების სფეროში განხორციელებული პროექტების ნაწილია. აქვე მოხდა ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი და ნიკო ფიროსმანიშვილის 150 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ექსპოზიციაც. კულტურის სამინისტრომ ხელოვნებისა და განათლების სფეროში კიდევ 6 სხვა ღონისძიება ჩაატარა. საერთაშორისო პროექტებს შორის, რომელშიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მონაწილეობდა, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაც მოხდა. დღევანდელ პრეზენტაციაზე ვენეციის 54 ბიენალესა და ვაშინგტონის სინეტიკის თეატრის გასტროლებზეც ისაუბრეს. რაც კარგი პროექტები იყო, როგორც მემკვიდრეობა, ისე მივიღეთ და გავაგრძელეთ და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია მუშაობა, იმიტომ რომ საქართველოში მოხდა მშვიდობიანი გადაბარება ხელისუფლების და არ მოხდა ისე რომ თქვა მოვიდა ხელმძღვანელობა და თქვა რომ აი რაც კეთდებოდა იქ არაფერი არ იყო და მოდი გადავხაზოთ ეგა და ვიწყებთ ნოლიდან. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარია გვიყვება რომ სამთვიანი მუშაობის პროცესში მან 2000-მდე ადამიანი მიიღო. ქართველ ხელოვანებთან ერთად მინისტრმა უცხოელ სტუმრებსაც უმასპინძლა. იტალიელი მსახიობი ჯანკარლო ჯანინი და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია კულტურის სამინისტროს 2012 წლის მიწურულს სტუმრობდნენ. მინისტრის სხვა ქვეყნების ელჩებსაც შეხვდა. გურამ მოდიშარიას პირველი ვიზიტი საქართველოს ფარგლებში მესტიაში შედგა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის პროექტის ნაწილია. ამავე მიზეზით მინისტრის მოადგილეებმა თბილისში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერეს, რასაც მრგვალი მაგიდა და საზოგადოების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოჰყვა. კულტურის სამინისტრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსახსრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებშიც მონაწილეობდა. ამ და სამომავლო პროექტებს გარდა სამინისტროში 2013 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით შემცირდა. 2013 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული გვაქვს ჩვენ 80 მილიონ ლარად, რაც რეალურად დაახლოებით 2,5 მილიონი ლარით ზრდის ბიუჯეტს, იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნება ეს ეგრეთ წოდებული ტაშმანდურის ფული დაფინანსებული. დედაქალაქის თეატრებში საახალწლო სპექტაკლებისთვის ებზადებიან. ამ პრემიერებით კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს განხორციელებული პროექტები სრულდება. 2013 წლის მთავარი კულტურული მოვლენები უკვე განსაზღვრულია. ახალი მინისტრი საზოგადოებას ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება. იუსტიციის სამინისტრომ დღეს იმ მოქალაქეებს უმასპინძლა, რომელთაც ეროვნულ არქივს